სეზონს თავისებური ხიბლი და სილამაზი აქვს. ცივ, სუსხიან ზამთარსაც კი მოუძებნით მიზეს შესაყვარებლად. ალბათ იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც თოვლში სეირნობა, ციდან წამოსული ფიფქების თვალიერება და ახლად დადებულ თოვლიან გზაზე ნაკვალევის დატოვება არ უყვარს. საქართველოში უამრავი ადგილია, სადაც შეძლებთ სრულფასოვნად აღიქვათ ზამთრის სეზონის სილამაზე. დატკბეთ გათეთრებული ბუნების პეიზაჟებით, სუფთა ჰაერით, სიმშვიდითა თუ გასართობის სივრცეებით. სწორედ ასეთი უნიკალური და გამორჩეული საკურორტო ადგილია ბორჯომი. გადაცემა ჩემი საქართველო მოგესალმებათ ბორჯომიდან, უძველესი კულტურისა და უმშვენიარესი ბუნების მქონე საკურორტო ქალაქიდან. ბორჯომი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია, სადაც მინერალური წყაროები, წიწვოვანი ტყეები და კლიმატი განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. როდესაც ბორჯომს ესტუმრებით დარწმუნდებით თუ რატომ სტუმრობდნენ მას საქართველოს მეფეები თუ საბჭოთა ბელადები. ქალაქი ბორჯომი ერთ-ერთი შესანიშნავი ადგილია დასვენებისთვის, სამკურნალოდ, მთის სპორტის მოყვარულთათვის თუ ქართული კულტურის მრავალსაუკუნოვანი ნიმუშების გასაცნობად. ბორჯომის მთავარი სიმდიდრე ვულკანური წარმოშობის უნიკალური, სამკურნალო თვისებებით გამორჩეული მინერალური წყალია, რომელიც უკვე 1500 წელია მიწის ზედაპირზე 9 კილომეტრის სიღრმიდან ამოდის. ბორჯომის მინერალურ წყლებს განსაკუთრებულს ის ფაქტი ცდის, რომ ვულკანური წარმოშობის წყლები მიწის ქვეშ გაციებას ვერ ასწრებენ და ზედაპირზე თბილი სახით ამოდიან. გზადაგზა კი კავკასიონის მთებში არსებული მინერალებით მდიდრდებიან. თუ ქალაქს ესტუმრებით გირჩევთ დათვალიერება ბუნების წიაღში ჩაფლული ბორჯომის ისტორიული ცენტრალური პარკიდან დაიწყოთ. თქვენ აქ სუფთა ჰაერი, დასასვენებელი და გასტრონომიული სივრცეები, გასართობი ატრაქციონები, ისტორიული შენობები და მთავარი სიმდიდრე, მინერალური წყლის წყაროები დაგხვდებათ. სწორედ ამ ისტორიულ პარკში მდებარეობს ყველასთვის ცნობილი ეკატერინეს წყარო. მიწიდან ამოსულმა თბილმა წყალმა ისე გაითქვა სახელი, რომ რუსეთის მეფის ნაცვალმა გოლოვინმა თავისი დასნეულებული ქალიშვილი ეკატერინე ბორჯომში ჩამოიყვანა და წყლით მკურნალობა დაუწყო. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ასე გაჩნდა ბორჯომის პარკის ტერიტორიაზე ეკატერინეს წყარო, საოცარი განკურნების აღსანიშნად. ბორჯომის პარკში შეგიძლიათ ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მემკვიდრეობასაც გაეცნოთ. აქ მდებარეობს მინერალური წყლის ჩამოსასხმელი პირველი ქარხანა და კავკასიის რეგიონში აგებული ერთ-ერთი პირველი ჰიდროელექტროსადგურის შენობა. ბორჯომის ისტორიული პარკი იდეალური ადგილია შეყვარებული წყვილებისთვის. თუ გსურთ, რომ თქვენს მეორე ნახევარს მარადიული სიყვარული აღუთქვათ, ამისთვის პარიზში წასვლა და ხელოვნების ხიდის მონახულება საჭირო აღარაა. ბოქლომებიან სიყვარულის ხიდს ბორჯომის პარკშიც შეხვდებით. ტრადიცია ასეთია. წყვილები გასაყიდად გამოტანილ ბოქლომებს ყიდულობენ, საკუთარ სახელებს აწერენ, ხიდის მოაჯირზე ამაგრებენ და გასაღებს მდინარეში აგდებენ. ამით სიმბოლურად ერთმანეთისადმი მარადიულ სიყვარულს გამოხატავენ. ცენტრალურ პარკში ჩანჩქერებითა და შადრევნებით გარშემორტყმულ, ბუნების წიაღში ჩაფლულ პრომეთეს ქანდაკებასაც მოინახულებთ. სკულპტურა თავდაპირველად 2007 წელს თბილისში დაიდგა. მისი ავტორი ქართველი მოქანდაკე დევი ხმალაძეა. 2009 წელს კი ქანდაკება ბორჯომში გადმოიტანეს და მას შემდეგ ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად იქცა. თუ საკურორტო ქალაქის სილამაზე სრულად გინდათ აღიქვათ, მაშინ აუცილებლად უნდა ისარგებლოთ ბორჯომის საბაგიროთი. იგი ქალაქის გამორჩეული სიმბოლოა. საბაგირო 1962 წლიდან ფუნქციონირებს და ბორჯომის პარკს ქალაქის ერთ-ერთ მთავარ წერტილთან, მთებით გარშემორტყმულ პლატოსთან აკავშირებს. საბაგიროდან უმშვენიარესი ხედები იშლება მთელს ქალაქზე, პარკზე, ბორჯომის ხეობაზე, მთებს შორის დაკლაკნილ მდინარე ბორჯომულასა და შორეულ მდელოებზე. ბორჯომი მდიდარია მრავალფეროვანი არქიტექტურული ნიმუშებით. ფსევდოგოტიკურ სტილში ნაგებ სასახლეებთან ერთად ფსევდომავრიტულ, სპარსულ სტილში გადაწყვეტილ ფირუზისფერ შენობასაც შეხვდებით. კულტურული მემკვიდრეობის ამ ძეგლს ფირუზას უწოდებენ. ფირუზისფერი სახლი ირანის გენერალური კონსულის მირზა რიზა ხანის აგარაკი იყო, რომელიც 1892 წელს ააშენა. ეს შენობა ქართულ-სპარსული ურთიერთობების განსხვავებულ პერიოდს ასახავს.
ბორჯომის ხეობის ერთ-ერთი გამორჩეული წმინდა ადგილია დაბურული ფოთლოვანი ტყის შუაგულში მდებარე ჩიტახევის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი, რომელსაც მწვანე მონასტერსაც უწოდებენ. მისი აშენების ისტორიასა და სხვა სახის ოფიციალურ ინფორმაციას ჩვენამდე არ მოუღწევია. თუმცა მეცნიერთა ვარაუდით იგი ცნობილი ქართველი მოღვაწის, წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების, ქრისტეფორესა და თევდორეს აშენებული უნდა იყოს. ტაძარი დაახლოებით მე-9 საუკუნეებშია აგებული. მწვანე მონასტერს განსაკუთრებულ სისხლიანი, წმინდა ქვებიც ხდის. არსებობს ლეგენდა, რომ ამ ადგილას მე-16 საუკუნეში შაჰ თამაზის შემოსევების დროს ათობით ბერი დაუხოცავთ და უწამებიათ. შემდგომ კი მათი ნაწილები მდინარეში ჩაუყრიათ. სისხლი, რომელიც მონასტრის ტერიტორიაზე გამავალი მდინარის ქვებზეა შემორჩენილი, სწორედ ბერებს ეკუთვნით. მომლოცველები დაბურულ ხეობაში მწვანე მონასტერს სისხლიანი ქვების სანახავად და მოსალოცად ხშირად სტუმრობენ. შემახლებულ ადგილზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერში კიდევ ერთი სიწმინდე, დარბაზული ტიპის სადგერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობს. ის ახლა დედაოების სამყოფელია. ტაძარი მე-15 საუკუნით თარიღდება. სადგერის წმინდა გიორგის ეკლესია განთქმული სალოცავი იყო განვითარებულ შუა საუკუნეებში. მე-16 საუკუნეში თურქთა ბატონობის დროს ტაძარი დაცარიელდა. ვახტანგ მე-6-ეს მეფობის დროს იგი კვლავ აღადგინეს. სადგერის მონასტერი მტრის შემოსევების დროს სოფლის მაცხოვრებლების საიმედო თავშესაფარი იყო. დღეს მონასტერს მკაფიოდ ეტყობა ისტორიის მძიმე კვალი. სიმღერა თუ გაგიგიათ პატარა მატარებელზე და მთელი ბორჯომის ხეობის გულის გამხარებელზე. ბავშვობაში ეს საყვარელი სიმღერა არათუ მოსმენილი, არამედ ერთხელ მაინც გექნებათ ნამღერი. იგი ბორჯომის ხეობის სიმბოლოს, ორთქმავალ მატარებელს, ეგრეთ წოდებულ კუკუშკას ეძღვნება. ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზა ერთ-ერთი პირველი სარკინიგზო ხაზი და ერთადერთი ვიწრო ლიანდაგიანი მონაკვეთია საქართველოში. აქ 1902 წლიდან დიდი ხნის მანძილზე მოძრაობდა მცირე ზომის ორთქმავალი. პირველი ორთქმავალი ინგლისიდან ჩამოიყვანეს. მატარებელს ღია ტიპის ვაგონები ებმოდა, რომლებიც მხოლოდ მოაჯირებით იყო შემოსაზღვრული. 2017 წლიდან რკინიგზა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. თუ ოდესმე ბავშვობაში დაბრუნება მოგინდებათ, აუცილებლად ეწვიეთ ბორჯომს. აქ თქვენ ნამდვილად დააგროვებთ საოცარ, გამორჩეულ მოგონებებს, გაიცნობით მოულოდნელ ისტორიებს და დაიმუხტებით 1000 გვარი ახალი ემოციით. ეს არის ადგილი, რომელიც ყველა სეზონზე მოგანიჭებთ სიამოვნებას.